ვისთროგესალმებით, რა ვიცი, პირდაპირ გადავალ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ალასანიასთან დაკავშირებით მის უწყებაში განვითარებულ პრობლემებზე დღეს იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ მისი თქმით არაეთიკური იყო ის, როდესაც ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფებოდა და სწორედ მაშინ გამოაქვეყნა პროკურატურამ ეს მასალები და სწორედ მაშინ მოხდა მის თანამშრომლობის დაკავება. პირადად თქვენი შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რომ შევაფასოთ პროცესები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს იძლევა. რაც შეეხება დაკავების გარემოებას, ანუ იმას, რომ ეს მოხდა მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ეს უბრალოდ არაეთიკურიც არ არის, მე ვეთანხმები ქალბატონ თეას, რომ ნამდვილად ეთიკის პარაგრაფების ეს არის და მაგრამ ეს ფიქრობ არ იყო მაინც და მაინც სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისი ქმედებაც. იმიტომ რომ ეს ყოველთვის ეს აკლაპარაკი არ არის კონკრეტულად აქ ირაკლი ალასანია იქნება თავდაცვის მინისტრი თუ ვინმე სხვა, აქ არის სახელმწიფო ინტერესები და როდესაც თავდაცვის მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებას მნიშვნელოვან საკითხებზე მისი საკმაოდ მისი უწყების მაღალთანამდებობის პირების ასეთი უცებ სკანდალური დაპატიმრება ამ მომენტში შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს და თქვათ რაღაცა როდესაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გარიგება თქვათ უცხოელ პარტნიორებთან შეიძლება ის ჩაიშალოს აი ამის გამო ხა მე არ მგონი ამის გამო ჩაშლილიყო რამე ახლა ამ კონკრეტულ მომენტში მაგრამ ასეთი საფრთხე და ასეთი რისკი ნამდვილად არსებობდა. ამიტომ თავისთავად ეს დაკავება ამ მომენტისთვის არ იყო გამართლებული, აქ არ გამოდგება ის არგუმენტი, რომ პროკურატურა არ პოლიტიკური ორგანოა, აპოლიტიკურია და ის მხოლოდ სამართალ დამღებს, პროკურატურაც ისევე უნდა გაუწიოს სახელმწიფო ინტერესებს და მათ შორის ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებს ანგარიში, როგორც ნებისმიერმა სხვა უწყებამ, სხვა სახელმწიფო უწყებამ, ის კი არა ნებისმიერ მოქალაქეს მოეთხოვება ეს და მით უმეტეს მოეთხოვება ეს სახელმწიფო უწყებას. ეს ამ კონკრეტულ აი რაც შეეხება დაკავების გარემოებას. სხვა მხრივ ხა მე მიჭირს საუბარი დეტალებზე, ველოდები უფრო სამართალდამცველ სტრუქტურათა მხრიდან უფრო ასე ვთქვათ, ქმედით არგუმენტებს იმის თაობაზე თუ რატომ მოხდა ამ პირების დაკავება. ეხლა რა შეეცით საქმე? ლაპარაკია 4 მილიონიან რაც კონტრაქტი. ეს 4 მილიონიანი კონტრაქტი დებულების მიხედვით არ არის საჭირო იყო ძალიან დიდი პროფესიონალი ასეთ გარიგებას თავდაცვის სამინისტრო მარტო თვითონ არდებს ეს აუცილებლად არის შეთანხმებული პარლამენტის დობის ჯგუფთან იქ პარლამენტის დობის ჯგუფი აქ არიან დეპუტატები ეს კონკრეტული კონტრაქტის პირობები იყო მათთვისაც ცნობილი მათ თანხმობა მისცეს ამაზე იყო საქმის კურსში მინისტრიც და ცოტა ბუნებრივია, როდესაც მე ხდება არის ლაპარაკი, ეს არის კორუფციული გარიგება, აქ თუ ასეთ ბრალდებას აყენებს პროკურატურას და სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდა გქონდეთ, ძალიან ეჭვმიტანელი მტკიცებულებები ამისა. ისე რომ აი არ შეგვეპაროს ჩვენც ეჭვი და არავის არ შეეპაროს ეჭვი, ეს ნამდვილად ასე იყო და ნამდვილად სასწრაფოდ იყო ეს გასაკეთებელი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში იმ დროს რამდენად იყო საჭირო მათ დაპატიმრება ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ მათ უნდა წარმოადგინონ ძალიან ქმედი აქ პრინციპში ფიქრობ არის საქმე როგორ იცით არა თავდაცვის სამინისტრომ უნდა ამტკიცოს რომ ის არის უდანაშაულო პროკურატურამ და უნდა წარადგინოს ძალიან ეჭვმიტანელი საბუთები იმისა რომ აქ ნამდვილად ქონდა დანაშაულის ადგილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უფრო შეიძლება არ გამოვრიცხავენ რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, როცა ასეთ რაღაც ასეთ მნიშვნელოვან თემას ეხება საუბარი. ბუნებრივია ვინც განახორციელებს თუ არ არის დანაშაული და თუ ყველა უბრალოდ ხალხი დაჯერილი მაშინ რა თქმა უნდა ვინც ეს განახორციელებს დაკავება მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ხა თუ არის დანაშაული მაშინ სხვა საქმეა და მაშინ კაცი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვენდა. თუმცა როგორც გითხარით უბრალოდ ასე ხა ზეპირად განცხადება აქ არ ყბარა ძალიან ეჭვმიტანელი მტკიცებულებებია საჭირო დავწმუნდეთ რომ ის კონტრაქტი რომელიც ასე ერთი შეხედვით ხა ჩვეულებრივი კონტრაქტია არის კანონთან სრულ შესაბამისობაში არის პარლამენტის დობის ჯგუფის მიერ ვიზირებული აი აქ იყო რაღაც კორუფციული გარიგება აქ უნდა გქონდეთ ძალიან სერიოზული საბუთები. ამ შემთხვევაში თუ თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბარი მაშინ უნდა ვისაუბროთ ასევე პარლამენტის დობის ჯგუფში შემავალი წევრების პასუხისმგებლობაზე. ამიტომ დეტალები ამიტომ გასარკვევი მეთქი ამიტომ ეს იმიტომ ამბობ რომ ძალიან სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო ახლა ასე შეიძლება უცებ რაღაც ყველაფერი კარგად ჩანდეს და ძალიან რაღაცა
რომ ჩაყვეს სიღრმეებში, აღმოჩნდეს რაღაცა, მაგრამ ხა ეს უნდა დაგვანახოს პროკურატურამ. თუ ვერ დაგვანახა და ესე იგი მაშინ გვექნება იმ ვარაუდის საფუძველი, აქ რაღაც სხვა ამბავია და პირიქით მათი პასუხისმგებლობის საკითხებით დაყენებაზე არ გამოურიცხა ამ შემთხვევაში. აი ის გათვალისწინებთ რაც თქვენი საუბარი. მივდივარ თუ არა მაინც იქით წერო მას დაკავება უკავშირდება რაღაც ირაკლი ალასანიას ვისაღებ დარტყმის მიღება. ვის უნდა ჩაითვალა ეს ვის უნდა საუბარია ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია რომ შეიძლება ირაკლი ალასანი გამოეთიშოს გუნცემ ამ შემთხვევაში. ეს ისევ გამოეთიშოს გუნცემ ჩვენ ჭორებს ბუნებრივია ვერ აყვებით ასეთი ლაპარაკი არ არის პოლიტიკური мотиваცია ვის უნდა კონდეს. ყველაფერი საერთოდ დაემთხვა ალასანიას პარტიის თავმჯდომარეობას. ჩვენ ნახეთ პრემიერის განცხადება ამასთან დაკავშირებითაც და მან ასევე კითხვებით დასვა, რომ არ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ალასანიას უწყებაში გამოძიება ბევრად ადრე იყო დაწყებული, ვიდრე მან განცხადება გააკეთა პარტიის თავმჯდომარეობაზე. მე ვერ ხედავ ასე კავშირებს, ასე პირდაპირ კავშირებს ნამდვილად აქ ვერაფერს. ეხლა თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა, მოდი ხაში პირდაპირ ვიტყვით. თქვათ, ანუ ვინ შეიძლება პროკურატურას და კონკრეტულ პროკურორს კონდეს რა პოლიტიკური პრეტენზიები, ეს დაკლებად სავარაუდოა, ხო? მაშინ ესე თქვენ გულისხმობთ თუ დაავალა ვიღაცამ პროკურატურას, რომ თქვათ, თავრობიდან ეს იყო პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი თუ ვიღაცა, მოკლედ თავრობის და მართველი ჯგუფუნდიდან რაღაც ვიღაცები დაინტერესებული არიან ალასანიას მოშორებით, ამას გულისხმობთ, ესე იგი, თუ ამას გულისხმობთ, ხა ამის ვარაუდის საშუალება ამის ასე თქვათ რამე საბუთი რო ეს ასეა ჯერჯერობით არ არსებობს. ეხლა ეს ამას გარკვევს სიტუაციის დამხრედ გამოჩნდება ჯერჯერობით ეს სურათი არ არის ძალიან კონკრეტული სურათი. ამ კონკრეტული ვითარება როგორ წარიმართება, რა მიმართულები და რა ქმედებები მოუყვება, ამის მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია და არა რამე სერიოზული არგუმენტი ამისი არ არსებობს. თქვენ პარტიასთან დაკავშირებით ბატონ დავით, რესპუბლიკური პარტია განსაკუთრებით აქტიური იყო და განსაკუთრებული შენიშვნებით სწორედ გასულ კვირაში გამოირჩეოდა. ჩვენ გვახსოვთ თქვენი განცხადება იგივე ალასანიას უწყებაში განვითარებულ მოვლენებს თქვენი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შემთხვევით დაემთხვა განცხადების გავრცელება, სწორედ თავდაცვის უწყებაში განვითარებულ მოვლენებს უშუალოდ კოალიციის შიგნით რა პროცესებია თუ შეგიძლიათ გითხრათ და რატომ დადგა აუცილებლობა იმის, რომ ეს საკითხები ხმამაღლა დაესვა რესპუბლიკურ პარტიას. რა ვერ მოილაპარაკეთ შეიძლება? მე მგონი ძალიან ნათლად არის განმარტებული თვითონ ჩვენი პარტიის განცხადებაში თუ რატომ დავაპირეთ, რატომ დადგა დრო რომ ახლა ვილაპარაკოთ ამ თემებზე, რა იყო ამის мотиваცია. მე მგონი ყველაფერი არის ძალიან კიდე შეგახსენებთ ძალიან 2-20 სიტყვით. მხოლოდ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, ეს 2 წლიანი 3 არჩევნები ჩატარდა, დაწყებული 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან, ის მერე ჩატარდა კიდე საპრეზიდენტო არჩევნები, ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მოხდა ქართული ოცნების კოალიციის მიერ ძალაუფლების სრული აღება ხელში, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველა დონეზე ის არის უმრავლესობაში. ეს და ყველა დონეზე ფლობს სახელმწიფო პერკეტებს. ასევე მოგახსენებთ, რომ ქართული სპეციფიური მიზნით იყო ეს კოალიცია შექმნილი, საერთოდ არ ხდება ეს ასე ჩვეულებრივი მოვლენა არის, როცა 6 პარტია ერთიანდება, ეს მოხდა მაინც ბიზინა ივანიშვილის პიროვნების გარშემო და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს იყო აი ასეთი რეალობა. დღეს ჩვენ გვაქვს სხვა რეალობა, არც ბიზინა ივანიშვილია პიროვნულად ხელისუფლებაში და ის წასულია აღარ არის პრემიერ-მინისტრი, არც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში წარმოდგენილია არც ერთ რგოლში. აქედან გამომდინარე ბუნებრივია დგება საკითხი, რომ თვითონ შიდა კოალიციური ურთიერთობები ეს არ არის რაღაც თვითმიზანი. ანუ კოალიციაში ყოფნა, კოალიციაში არ ყოფნა, ეს არ შეიძლება იყოს რაღაცა თვითმიზანი არც ერთი არც მეორე. კოალიცია არის ინსტრუმენტი კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. პირველი ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, ეს მოხერხდა. მეორე ამოცანა რაც კოალიციამ დაისახა მიზნად 29 ხელისუფლებაში მოაწყო, ეს არის იმ საარჩევნო დაპირებების შესრულება, რომელიც უნდა ყველამ ერთად მივეცეთ. ამისთვის ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, ბუნებრივია და აი ეს მუშაობა რო უფრო ეფექტური იყოს, აქეთკენ იყო მიმართული ჩვენი განცხადება. და მეტი ეფექტის მომტანი და მეტი შედეგის მომტანი და პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. კოალიციის 6-ვე სუბიექტს აქ არ არის ეს, მარტო ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იყოს. ნუ გარდა ამისა
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ მომენტსაც, როდესაც ეს გაწოდება გაკეთდა, რომ ამის თაობაზე ჩვენ სამი თვეა უკვე საუბრობთ რესპუბლიკურ პარტიაში, საუბრობთ კოალიციურ პარტნიორებთან, ბუნებრივია იქ მიდის უფრო ფართომჟელობა, უფრო დეტალიზებული რაც არ გამოგვაქვს საჯაროდ, მაგრამ თავიდანვე მათვისაც ცნობილი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე მხოლოდ კულუარული მოლაპარაკებებით არ დაგმოყოფილდებოდით და საჯაროდაც ეს იმიტომ, რომ საზოგადოებასთან არის პარტია უპირველეს ყოვლისა ანგარიშვალდებული და თავის ამორჩეველი. ამიტომაც ეს საჯაროდ გავაკეთეთ ეს განცხადება და ვაპირებთ, რომ შემდგომში კიდეც ამ მიმართულებით ვიმოძრაობთ, როგორც იტყვით. შეიძლება ვთქვათ, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მომავალი არჩევნებისთვის უკვე მზადება. მე მგონი ყველანი ემზადება მომავალი არჩევნებისთვის ნებისმიერი პარტია ყოველთვის. ეს არ არის წინა საარჩევნო ასეთ რეჟიმში ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი. მთავარი არის რომ ჩვენ შევასრულოთ ის ამოცანები, რაც ჩვენ თვითონ გვაქვს დასახული, რაც დაგვაკისრა მომრჩეველმა და რასაც გთხოვს ხალხი უბრალოდ. და ამისთვის გვინდა რომ უფრო ეფექტიანი იყოს კოალიციის მუშაობა, უფრო ეფექტიანი იყოს მასში შემოვალი ყოველი პოლიტიკური პარტიის მუშაობას, მათი ასე ვთქვათ, მათ კონდეთ საშუალება რომ თავიანთი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინონ. ამისთვის როგორც ვთქვათ, არსებობს ორი გზა, უფრო ინტეგრირებული და უფრო ასე ვთქვათ, თავისუფალი. ორივე გზისთვის ჩვენ მზადა ვარ და ორივე ვარიანტისთვის. როგორ ვფიქრობთ, უშუალოდ აი ამ ტესტების პროცესს როგორ შეაფასებთ ის თემიდან ეს საკუთრების მოვლენები არის ბოლოების განმავლობაში და ძალიან საუბარია იმაზე, რომ ზღვარი იყოს საკმაოდ მაღალი. არ ვიცი, მე ვერ გეტყვი დეტალებს, თავიდან როდესაც ეს კომისია დგებოდა, მე პირადად განვაცხადე საგრებულოს სტომაზე ჩვენი ფრაქციის სახელითაც ჰქონდა ჩვენ ეს წინადადება, რომ აუცილებლად ამ კომისიაში საკრებულოდან შეყვანილი ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მე ვითხოვდი რომ ეს საერთოდ დებულებას ჩაწერილიყო და რაღაცნაირად წესად ყოფილიყო შემდგომშიც იმის და მიუხედავად ვინ იქნება ოპოზიციაში და ხელისუფლებაში რომ ყოველთვის როცა დგება ასეთი კომისიები მეტი ლეგიტიმურობისთვის მათი წარმომადგენლებიც იყვნენ იქ რომ უყურონ და მე ასე ვთქვათ არ იყოს ამაზე რაღაც პრეტენზიები აი ამ მიმართულებით. სამწუხაროდ არ იქნა ეს გაზიარებული და ვფიქრობ ამის გამო ძალიან ბევრი კითხვები ისმის და კიდევ დაისმება. და ყოველთვის მე მგონი თვითონ ხელისუფლებისთვისაც უკეთესი იყო რომ გაეკეთებინათ და შეიყვანათ ოპოზიციის წარმომადგენლები ეს მეტ ლეგიტიმაციის მეტ ხარისხს შეძენდა თვითონ კომისიას და მის გადაწყვეტილებებს. თორე აქ შეიძლება არც არაფერი არ იყოს, მაგრამ მუდმივად იქნება იმის დახვედრება, რომ აი თქვენ რაღაცას თქვენთვის აკეთებთ, თქვენს აქტივისტებისთვის ამზადებთ ამას ყველაფერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ ეს აი ამის გადაწყვეტილება რო არ იქნა მიღებული, ამას მოყვა გარკვეული შედეგები და კიდევ მოყვება. მოსმენები და ვეტოც რო შევაკეთოთ. ნუ რა უნდა შეფასდეს საქმე, მგონი შეფასდა პრეზიდენტის ვეტო შეფასდა პარლამენტის მიერ იმით რომ დაეთანხმა პარლამენტი, აქედან გამომდინარე ბუნებრივია პოზიცია გვაქვს ჩვენც ვფიქრობ რომ ეს კანონი აქამდე უნდა მიღებულიყო ნამდვილად, აქამდეც უნდა მოხდარიყო და ჩვენი პოზიცია, ჩვენი ფრაქციის პოზიცია, პარტიის პოზიციაც არის ის რომ არ შეიძლება ეს ეგრეთ წოდებული გასაღები, ანუ წვდომა ამ მოსმენებზე იყოს ერთპიროვნულად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ეს პოზიცია არის საკმაოდ მყარი. რაც შეეხებოდა აქ იყო ჩვენ ფრაქციაში იყო თავისუფალი კენჭისყრა, აქ ლაპარაკი იყო გადავადებაზე. ანუ გადავადებას დაუჭერდი თუ არა მხარს. თავისთავად ის რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ შინაგან სამინისტროს ხელში და უნდა იყოს უფრო დაბალანსებული, თქვა ორი გასაღების პრინციპი ან სხვა. ეს ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მე პირადად რო ყოფილიყავი პარლამენტის წევრი არ დაუჭერდი მხარს გადაწევის მას, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის რომ მისულიყავით რაღაც გარკვეულ კონსენსუსამდე. თუმცა კიდევ ერთი თვე გვაქვს ახლა და ვფიქრობ თუ მივართ ამ ერთ თვეში აი გადაწყვეტილებამდე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეთანხმება იმ მოსაზრებას, როდესაც იზიარებს აი სამუშაო ჯგუფის, რომელიც ამაზე მუშაობს, აბსოლუტური უმრავლესობა არასამთავრობო სექტორიდან, დეპუტატების დიდი ნაწილი, თქვათ იგივე ფრაქციების წარმომადგენლობები და რომელსაც ეთანხმებიან ასევე ევროპელი ექსპერტების და ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან, ვფიქრობ ეს პოზიცია იქნება და სასურველი, უფრო რომ ერთიანი გადაწყვეტილებით გავსულიყო. თუ არა და ვფიქრობთ იმას რომ ეს იყოს ექსკლუზიურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, ამას კატეგორიულად ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას. კადრების გადაიღებენ პარტიულ ასაკის